11 ივლისს საღამოს 7 საათზე გაიღო ჩემი საკნის კარი და შემოვიდა ჩემთვის უცნობი პიროვნება. ჩემთვის მას არ უთქვამს ვინ იყო, თავად არ გამეცნო, შემდეგ მე ვკითხე ვინაობა, რაზეც აგრესიულად მიპასუხა, რომ აქ კითხვებს მხოლოდ ის სვამდა. მე უთხარი, რომ ასე საუბარი ვერ შედგებოდა. აღნიშნული შემდეგ მან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა და გინება. ვითხოვე შეეწყვიტა გინება, რის შემდეგაც ის პირდაპირ ჩხუბზე გადავიდა. მირტყამდა მუშტებით, მეჭიდავებოდა, მხარზე მეკბენა სისხლამდე. ჩხუბის მიმდინარეობისას მეხუთე ბლოკის დღის უფროსმა არჩილმა კარის სარკმელი შეაღო, რა დროსაც შეჩერდა ეს ჩხუბი. თუმცა ამ პიროვნებამ არჩილს უთხრა, რომ დაეკეტა სარკმელი, რაზეც შემდეგ გასაკვირად მაშინვე დაემორჩილა და სარკმელი დაკეტა. საკანში იდო შუშის ჩაის ჭიქა, რომელიც აიღო და თავზე გადამაფშნა. შემდეგაც მუხზე დავარდი და წამიერად გონება დავკარგე. გონებაზე მოსვლის შემდეგ ის პიროვნება ისევ განაგრძობდა ჩემს ცემას და ჭიქის ნამსხვრევების მოქნევას, ცდილობდა ყელის და სახის არეში. თუმცა მარჯვენა მაჯაზე მოახერხა ჭრილობის მიყენება, მეორე ხელით კი მუშტს მირტყამდა სახეში. რამდენჯერმე კედელზე მიმარტყმევინა თავი.